ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. დღევანდელ გადაცემაში საათში საუბრობთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებზე საქართველოში. და დღეს რო გავიღვიძე და ისეთი სიახლე მამცნეს მეგობრებმა რომ ვიღაც ჩალიჩობსო მიშაურო შენი გოგოს რეკორდი გააუმჯობესოსო, მეთქი ამ საქმეს ესე ვერ დავტოვებ. ანუ იცოდეთ რომ მე ჩემ გოგოს ძალიან სათუთად ვექცევი. ძალიან ვაფასებ მის რეკორდს და მის რეკორდს ყველნაირად ვეცდები რომ ვერავინ გააუმჯობესოს მისი რეკორდი. ასე რომ მაგდა იცოდე რომ მე ყოველთვის დაგიცავ და გელოდები. ვიცი რომ 158 წელი აქვს მოსჯილი, მაგრამ მე გელოდები, მოკლედ. და არავის მიუცემ იმის უფლებას, რომ შენზე მეტი ადამიანი დააჩაქუჩოს. დღეს ცადა ვიღაცამ რომ მაგდა პაპიძეზე მეტი ადამიანი დაეჩაქუჩებინა. და ხია ჩაქუჩი ვიღაც გოგოს თავში. უკაცრავად. თუ ტექნიკაც არიცით, მე გაჩვენებთ მაგდას ტექნიკას. ბუმ, ქმარს. ბუმ, შვილს. აი ესე, თითო დარტყმით. და თქვენ კიდია გამოუცდელი ხალხი, მოდიხართ, გოგოს ურტყამთ ჩაქუჩს თავში და უბრალოდ რა აქვს გოგოს თავში? რა დალურჯება? უკაცრავად დალურჯება მე თვითონ შემიძლია გავიკეთო. მაგდა იმითი იყო გამორჩეული რომ ბუმ ბუმ -2 ეგრევე. ასე რომ ძალიან გთხოვთ ეს დამწყები ხალხი ნუ ეჯიბრებით ჩემ ფავორიტ გოგოს. მოკლედ რა მოხდა მეგობრებო? მოკლედ დავიწყოთ პირველი პოსტით, რომელმაც გამოიწვია ეს ხმაურიანი ამბავი. მე მინდა ქალბატონი ლიკა შენგელიას სტატუსი წავიკითხო. ქალბატონი ლიკა გახლავთ უმშვენიერესი ქართველი ქალი და მე მინდა მისი სტატუსით დავიწყო. არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მოთმინება აღარ არის ღურსება. ჩემო მეგობრებო, ძალიან ვრცელი გამოვა, რასაც დავწერ და ცოტა აქეთ-იქით გადმოხტომებით და იმედი აყვებით თქვენს აზრებს. ღმერთმა ქნას ლიკა რო ავყვეთ. პირველ რიგში ვიტყვი რომ ეს ყველაფერი ჩემზე მძიმედ ძალზედ, მაგრამ მიუხედავად ამისა არ შემრწუნებია არაფრის, არც სახელების ხსენების, რადგან ამ სახელებმა აღშფითებული ქალბატონის მხრიდან მუქარით გაიჟღერა. ღმერთო, რამდენი რამის გადატანა უწევთ ქალბატონებს. ასევე დაურდა ასევე დაურთავ საკმაოდ მძიმე ფოტო მასალასაც, რაც მე ახლახან მივიპოვე. რომელმაც ჩემზე საშინლად იმოქმედა, რადგან ჩემი გულის წასვლის ფაქტი არც კი მახსოვდა, ასეთი მძიმე სანახავი რომელმაც ჩემზე საშინლად იმოქმედა, რადგან ჩემი გულის წასვლის ფაქტი არც კი მახსოვდა. ასეთი მძიმე სანახავი თუ იქნებოდა ჩემთვის. არ მეგონა. ასევე აღნიშნავ, რომ ეს არ არის თავის სამართლებელი ინფო. მე ეს არ მჭირდება. თუმცა მე მჯერა ამით დასრულდება აშარი ხალხის ბოგინი ამოფარულები სხვადასხვა ადამიანების სახელების და ამით ამ ადამიანებსაც ავნევებ პირველ რიგში. დიდი ბოდიში მეგობრებო, პაუზების აღება მიწევს, იმიტომ რომ ესეთ თემაზე მე და ამდენი გვაქვს სასაკითხი. მოკლედ გადავხედოთ ფოტოებს ჯობია და ჩვენით გამოვიტანოთ სუბიექტური დასკვნები, იმიტომ რომ ამ ტექსტის წამკითხავი მე არ ვარ.
გადავხედოთ ფოტოებს. ქალბატონ ლიკას აქვს ჩალურჯება თავში, საკმაოდ დიდი ზომის. ქალბატონ ლიკას იდაყვის ქვემოთ აქვს ჩალურჯება, საკმაოდ დიდი ზომის. ამ ფოტოში არ ვიცი რა ხდება, ამ ფოტოშიც არ ვიცი რა ხდება. ამ ფოტოშიც არ ვიცი რა ხდება. ნუ მოკლედ ქალბატონი ლიკა იძახის რომ მე დამაჩაკუჩაო ერთ-ერთმა ქალბატონმაო და მე მინდა ეხა მეორე ქალბატონის Facebook-ზე გადავიდე და განვიხილო ეს დაპირისპირება. მაგიტო გეუბნებით ხალხო რომ ანუ ჩემ მაგდას ვერავინ ედრება რა მაგდას არ ქონია ეს დრამები მაგდა მივიდა ეგრევე აი ჩემი მაგდა ეგეთი ქალია ანუ მაგდა არ წერდა Facebook-ზე პოსტებს მაგდა უბრალოდ წერდა Google-ში რომ როგორ მოვიშოროთ ზრდასრული კაცის და პატარა ბავშვის გვამები და ანუ ბუმ მაგდა ისეთ ქალი არ არის რომ აქ დაიწყოს Facebook-ზე რაღაცების განხილვა და აი ეხლა ძალიან გული მწყდება რომ მე ამ ყველაფრის განხილვა მიწევს მაგდას გარეშე აი მაგდა რომ მეჯდეს მაგდა არის ამაში ექსპერტი და რომ ვაჩვენებდი აი ამ დასიებას მაგდა მეტყოდა რომ კი მიშა მე რო ვურტყამდი ხალხს ესეთი დასიებები ქონდათ ან არა მიშა ეს ადამიანი იტყუება ეს ჩაკუჩისგან არ არის გამოწვეული რადგან ქალბატონი მაგდა არის ჩაკუჩების ექსპერტი და გამოუშვათ რომ განიხილოს ეს საქმე ან დავურეკოთ როგორ უნდა შევეხმიანოთ. მოკლედ გადავიდეთ მეორე ქალბატონის გვერდზე. რახან ესეთი ბრალდებები ისმის ჩემ წინააღმდეგ და აქ უკვე სისხლის სამმართალი ერთვება და ის ბრალს მტებს რომ ეცივი არაფერი თვითონ დაუვარდი მიუვარდი და განზე აყვაპირებდი მის არ ამარტო სხეულის დაზიანება შეიძლება სიცოცხლის მოსპორტეს რომ არ ვიცის მისი ფანტაზია სადამდე წაგვიყვანს მინიმუმ და არსებობდეს ექსპერტიზის ცნობა და ეს მას უკვე უნდა კონდეს რომ ჩვენ ყველას დაგვიმტკიცოს რომ მე მართლა მას აუვარდი ცივი არაღით თუმცა ნუ რა თქმა უნდა ეს არის აბსურდი და ყველა ის სიტყვაც წერია ღმერთს მადლობა რომ ყველაფერი ჩაწერე სალომე არავინ იძახის რომ შენ ცივი არაღით აუვარდი ხალხი იძახის რომ შენ აუვარდი ჩაკუჩით იქნებ ფოტოს მიჭედებას აპირებდი კედელზე. იქნებ დაქალმა მოგწერა რომ სურათი ჩამოვარდაო და ამოდი მომეხმარე დაჭედებაშიო და შენახვედი ჩაკუჩით და შემთხვევით ხეთქე თავპირში. ამას რატომ არავინ განვიხილავთ უკაცრავად? მე მინდა ჯერ ვისაუბრო აი მე მინდა კაცებს მივმართო. როგორი ქალი გირჩევნიათ მეგობრებო ისეთი რომელიც ნუ აი მაგალითად ეჭვიანობს და გთხოვთ რომ ტელეფონი მაჩვენე ლუკა ტელეფონი მაჩვენე მგონია რომ ღალატობ ტელეფონი დამათვალიერებინე თუ მეორე ვარიანტი რომელიც მიდის და ეგრევე კაცებს როგორი ქალი გირჩევნიათ აბა რომელიც ტვინს ბურღავს რომ აბა მესიჯები მაჩვენე, აბა ტელეგრამი გახსენი, ტელეგრამის დამალული ჩატები მაჩვენე, აბა დამალულები მაჩვენე, ვიცი რომ კაცები ეგრე მალავთ ხოლმე. თუ ხალი რომელიც ასე რომ ჩვენ ვისკენ ვართ, ჩვენ ვართ სალომესკენ. აუდიო ჩანაწერები, ვიდეო ჩანაწერები, აბსოლუტურად ყველაფერი. თუ კი რამეს იქ ის წერს, რომ ასე არ იყო, მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი მაქვს და მარტო იმ მადლობა ღმერთს, ღმერთი ვახსენოთ მეგობრებო. ღმერთი ყველა თემაში ჩავრთოთ. ერთმა ქალმა მეორე დააჩაკუჩა ქმრის ქმარზე ეჭვიანობის გამო. მოდი ჩავრთოთ ღმერთი. რა თქმა უნდა. რადგან ღმერთის ჩართვა ნიშნავს რომ შენ პატიოსანი ხარ და შენ მორწმუნე ხარ და ხალხი შენ მხარეს გადმოდის. ყოველთვის ჩართეთ მეგობრებო ღმერთი. მოკალით ადამიანი. ღმერთმა ქნას რომ გადარჩეს ეს ადამიანი. და ჩაკუჩეთ ადამიანი. ღმერთმა ქნას რომ ღმერთმა გადაარჩინოს ეს ადამიანი.
ღმერთი ყოველთვის ჩართეთ თქვენ საქმეებში, ღმერთი ყოველთვის გაგაპატიოსნებთ. იმიტომ ჩავიწერე რომ ვიცოდი რომ მე მეტყოდნენ რომ მე ვარ გიჟი და ეს ყველაფერი მომეჩვენა და ამიტომ სალომე, რატომ ჩაწერე ვიდეო საერთოდ თუ სახლში აუვარდი? ამ შენ თუ არ იძახი რომ ის იტყუებაო რომ მე ჩაგუჩი დაუვარდიო. ჯერთი თუ სახლში აუვარდი. რატომ დაიწყე ვიდეოს ჩაწერა? ყველაფრის ჩანაწერი მაგ 3 საათიანი მათი საუბარი როგორ იბარებს მეორე დღეს ჩემს მეუღლის შესახვედრად მერე უკვე ვიდეო მასალა როგორ უზის მანქანაში ესაუბრება მერე მოკლედ ყველაფერი ხარ დავწრულმანდები აბსოლუტურად ყველა სიტყვა რაც იქ ნახსენები აქვს ჩემ წინააღმდეგ მე მაგ არგუმენტირებულად შემიძლია გითხრათ რომ ყველა სიტყვაზე მაგ ვიდეო და აუდიო ჩანაწერი ამიტომ მას შეუძლია მოგატყუოთ თქვენ მაგრამ სასამართლოს და ექსპერტიზას ვერ მოატყუებს ექსპერტად მე მოვითხოვ რომ დავნიშნოთ მაგდა პაპიძე. მეგობრებო დააკომენტარეთ. ექსპერტად დაინიშნოს მაგდა პაპიძე. მთავარი მეჩაქუჩე საქართველოში და ვერავინ წაართმევს ჩემ მაგდას, მაგ წოდებას, სანამ მე ვარ ცოცხალი, იცოდეთ. რაც არ უნდა ეცადონ აქ ქალები რომ თავარ მეჩაქუჩეს წოდება წაართვან, ჩემ მაგდას წოდებას ვერავინ წაართმევს, სანამ მე ცოცხალი ვარ, ეგ იცოდეთ. მაგდა იქნება მთავარი მეჩაქუჩე. ამიტომ მე გადავწყვიტე რომ აი ეს ცილის წამება თავიდან ავირიდო და ჩემ შვილებს ავარიდო აი ეს საზიზღრა ბრალდებები. ეხა მართლა ნამოსმა შემაწუხა რა ამხელა შვილები ყავს. იმედია ჩემი მაყურებლები არ არიან შვილები. ნუ თუ ჩემი მაყურებლები არიან, მაშინ მართლა მომიწევს ამ ვიდეოს წაშლა, იმიტომ რომ ერთადერთი რასაც თავს ვარიდებ, ეს ის არის რომ შვილებმა მიყურონ როგორ ვღადაობ მშობლებზე. მართლა ერთადერთი მიზეზია. ყველაზე და ყველაფერზე ვიღადავებ, უბრალოდ არ მინდა რომ ბავშვები დაბულინგდნენ ჩემგან მშობელზე გადაობის გამო. ასე რომ თუ რა ვიცი ზრდასრული შვილები ყავს, მომწერეთ და ეგრევე გავაქრობ ამ ვიდეოს. დავწყვიტე რომ მივმართო სასამართლოს. შესაბამისად ძალიან მალე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, სადაც თქვენ შეძლებთ რომ მოხვიდეთ, იმიტომ რომ სასამართლო ღიაა ყველასთვის. მოკლედ, მეგობრებო, თუ ეს ვიდეო დააგროვებს 500 ლაიქს, მე მივალ ამ სასამართლოზე და დავესწრები პირადად.